გუშინ საქართველოს სუპერლიგის მატჩები გაიმართა, პლეი-ოფის მატჩი შედგა რაშსა და თესეუს შორის. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა შეძლო თავისი მატჩის მოგება და დაამარცხა რაში, ანგარიშით 102-76 სერიაში კი 3-1 მოიგო და გადაინაცვლა ნახევარფინალურ ეტაპზე, სადაც იასპარეზებს გურჯაანის დელტას წინააღმდეგ, რომელმაც თავის მხრივ დაამარცხა ვიქტორ სანიკიძის აკადემია ანგარიშით 84-71. ამ შეხვედრაში უშანსოდ დატოვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა რაში და მოახერხა მატჩის მოგება. შეხვედრის გამორჩეული მოთამაშე 18 ქულით დემონტრე ტომასი იყო. კარგი შეხვედრა ჰქონდათ გიორგი ცინცაძესა და ვილი ისიანს, რომელმაც 15 ქულა მოაგროვეს. ალექსანდრე ფევაძემ 13 ქულა ჩააგდო, გლენ აბრამმა 12, ხოლო მათე ყავლაშვილის ანგარიშზე არის 9 ქულა. პირველ რიგში მილოცავ შემოგვიწყ გამარჯვებას. ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო ჩვენთვის, რადგან უკვე ნახევარფინალში ვალ და დაველოდებით ვისიეშ და გურჯაანს შორის გამარჯვებულს და ექვსში უკვე შევხვდებით ნახევარფინალში. რა შეიძლება დღევანდელ თამაშს ძალიან კარგი თამაში იყო, კარგი თამაშებმა მომემზადეთ უფრო დაცვაში გავიარეთ შეცდომები რაც ჰქონდა მეორე წინა თამაში რაც დავმარცხდით და გამოვასწორეთ და შედეგზე აისახა ეს ყველაფერი. რა შეიძლება ჩემ თამაშს ასე ვთქვათ, ყოველთვის მაქსიმუმს ვდებ, რაც შეიძლება გუნდს დავეხმარო და ხან ეს ქულებში იქნება, მოხსნებში იქნება მნიშვნელობა არ აქვს. ყოველთვის ვდებ რომ მაქსიმალურად დავეხმარო გუნდს მოგებაში. წინა თამაში წავაგეთ და აი დღეს გამოვედით და მოედანზე ჩანდა რომ მოგება გვინდოდა და დავამტკიცეთ მოედანზე. გამოვედით 9 ქულა ჩავაგდე. გუნდებიც მეხმარებოდნენ, მაძლევდნენ თამაშის საშუალებას და მეც ჩემი გავაკეთე. გიორგი ცინცაძესთან თამაში ნამდვილად აი სასწაული გამოცდილებაა და არ ვიცი, აი მასეთი და აი ყოველ ვარჯიშებზეც თამაშებზეც უდიდეს გამოცდილებას ვიღებ და ბევრს სწავლობ მისგან. პირველ რიგში ვისარგებლებ შემთხვევიდან მიულოცავ ჩემს გუნდს, თესეუს გულშემატკივარს, ყველას. ამ გამარჯვებას ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის დღეს დაგვესრულებინა სერია, მოგეხსენებათ 2-0 მიყვავდა საერთო ანგარიში და წინა შეხვედრა ძალიან ცუდად ვითამაშეთ და დავმარცხდით. რაში ძალიან კარგი გუნდია, ეს რეგულარული ჩემპიონატის დროსაც დაამტკიცა, ძალიან მებრძოლი გუნდი არის და მინდა უსურვო მას შემდეგში წარმატებები. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, რაც მთავარი არის ჩვენთვის მიზანი, დღევანდელ თამაშზე გავაკეთეთ ძალიან დიდი კონცენტრაცია და მადლობა მინდა ამისთვის ბიჭებს მოუხადო, კარგად გაართვეს თავი და შესაბამისად დიდი ანგარიშით გავიმარჯვეთ, მაგრამ ველოდებით უფრო მძიმე შეხვედრებს, უკვე ნახევარფინალი არის და სხვა დატვირთვა აქვს და მოგვიწევს ცოტა ხანი დასვენება, გვაქვს მიკროტრაუმები და შემდეგ უკვე დავიწყებთ მომზადებას, მიუხედავად იმის, რომ მცირე დრო გვაქვს, 7-ში იწყება როგორც მოგეხსენებათ ნახევარფინალები, მაქსიმალურად გამოვიყენებთ ნახევარფინალებისთვის ამ დროს.